კიდევ ესეთი გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რომ თუ მზის დამცავებს იყენებ რეგულარულად, ეს ამცირებს დ-ვიტამინის წარმოქმნას. ეს რამდენად შეესაბამება, რაც პრინციპში ლოგიკურად ჟღერს, იმიტომ რომ დ-ვიტამინის წარმოქმნას პრეკურსორის დ-ვიტამინის ან წინამორბედის წარმოქმნას ხელს უწყობს ულტრაისფერი B სხივებზე კანის ექსპოზიცია, ანუ კანის კონტაქტი და შემდეგ წარმოიქმნება ღვიძლში უკვე აქტიური ფორმა დ-ვიტამინის. შესაბამისად, თუ ამ დამცავებს ვიყენებთ, რომელიც ულტრაისფერ B სხივებს ბლოკავს, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ამცირებს დ-ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში? კარგი, მაშინ მოდი გეტყვი, რომ 100% არც ერთი მზისგან დამცავი არ გვიცავს, რა რაოდენობაც არ უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად, თუ 100% არც ერთი მზისგან დამცავი არ გვიცავს, ანუ ფანჯარა მაინც რჩება, რომ ჩვენ ორგანიზმში მოხდეს დ-ვიტამინის სინთეზი, UVB სხივი შევიწოვოთ და ბუნებრივია, შემდგომ უკვე დ-ვიტამინის წყარო მივიღოთ ჩვეულებრივად მზისგან. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ და სულ რომ 100%-ით გვიცავდეს მზისგან დამცავი, ჩვენ სხეულზე მაინც არსებობს ისეთი ადგილები, სადაც მზისგან დამცავს ვერ წავისმევთ. ეს იქნება სკალპი, მაგალითად თითებს-შორისი ადგილები, ან კანზე ისეთი პატარა ადგილი, სადაც მოხვდება მზის სხივი და შემდგომ უკვე არ გადაიქნება დ-ვიტამინა ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, პირველი ის რომ 100%-ით არც ერთი მზისგან დამცავი გვიცავს, რამდენიც არ უნდა წავისვათ. მეორე ის რომ სულ რომ 100%-ით გვიცავდეს, მაინც ჩვენ ორგანიზმში რამენაირად მოხვდება მზის სხივი და შემდგომ უკვე დ-ვიტამინის სინთეზი მოხდება და მესამე არსებული მზისგან დამცავები არანაირად არ აფერხებს დ-ვიტამინის სინთეზს ჩვენ ორგანიზმში, იმიტომ რომ მაინც ხდება, ასე ვთქვათ, ულტრაისფერი B სხივის მოხვედრა ჩვენს სხეულზე და შემდგომ უკვე სინთეზი დ-ვიტამინის. მეც როგორც ჩავეძი, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ დ-ვიტამინის დეფიციტი რამენაირად კორელაციაში იყოს მზისგან დამცავების რეგულარულ გამოყენებასთან.